დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, პლასტიკური ქირურგია და კერძოდ მკერდის გადიდებაზე ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმარი არის ბატონი თენგო ჩიკვაიძე, რომელიც არის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში და ვეცდები რომ ყველა ქალის სახელით დაგისვათ რამდენიმე. მაინც ვერ ამოუწყურავთ, მაგრამ კითხოთ უცადოთ. დარწმუნებული ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები არის, რასაც შევეხებით და მეტნაკლებად დავაკმაყოფილებთ მათ ინტერესს. რას ნიშნავს მკერდის აუგმენტაცია და რა შემთხვევაში მიმართავენ ყველაზე ხშირად? მოგესალმებით, მკერდის აუგმენტაცია არის, რო გადმოვთარგმნოთ ქართულად, ეს არის დუდუს გადიდება. მიმართავენ მაშინ, როდესაც უნდათ, რომ უფრო მეტი იყოს მოცულობაში, ან ფორმის კორეგირება მოხდეს ამასთან ერთად, ანუ დუდუს ფორმის და მოცულობის გასაუმჯობესებელი ოპერაცია, ასე ვთქვათ, აუგმენტაციური მამოპლასტიკა. და რამდენად ხშირია დღეს საქართველოში და რაღაც ბოლო წლებს რო შევადაროთ, თქვათ, აი ზრდადია ეს მონაცემები თუ საკმაოდ ზრდადი არის, ისევე როგორც სხვა ტენდენციები, ვთქვათ, პლასტიკურ ქირურგიაში, ესთეტიკურ მიმართულებაში ამ შემთხვევაში. კი, საკმაოდ ზრდადი და მოთხოვნადი ჩარევა არის. ალბათ შემიძლია გითხრათ, რომ სადაც მეორე მესამე ადგილს იყოფს ჩვენთან ცხვირის პლასტიკის მერე. გასაგები. კარგით, რა საკიდან არის რეკომენდირებული ოპერაციის ჩატარება? უშუალოდ მკერდის გადიდებას გულისხმობ. მკერდის გადიდების ოპერაცია, რა თქმა უნდა, სრულწლოვანი ასაკიდან არის შესაძლებელი და რეკომენდირებულიც. ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ასე ვთქვათ, დაფიქრებული პაციენტი უნდა ყავდეს, დაფიქრებული რას გულისხმობ, უნდა კონკრეტულად კონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სურვილი, იმიტომ რომ თანამედროვე პირობებში ძალიან ბევრი არის გავლენა. გავლენა, რომ რაღაცა ისეთი მინდა, როგორც იქ არის და ამის ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, გაზრდილი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა სწორად შეარჩიო პაციენტს არა მარტო ვთქვათ ფიზიკური მონაცემები, არამედ მისი მზაობა მენტალურად ამ ყველაფრისთვის, რამდენად გამართლებულია ერთი ვთქვათ ეთიკურად და ესთეტიკურადაც. გასაგები, აი სოციალურ ქსელში მაგალითად ძალიან ბევრი ფოტო გვხვდება ხოლმე მომხმარებელს ეგრეთ წოდებული სკროლვის დროს და არიან თუ არა პაციენტები, ვინც თქვათ, აი ამის გავლენის ქვეშ ექცევიან. კი, რა თქმა უნდა. ანუ არ აქვთ გააზრებული, ანუ არ აქვთ გადაწყვეტილი შინაგანად ბოლომდე, თუმცა ანუ ვიზუალური ნაწილი რომ დაინახეს და მოეწონათ ფოტო, მოდი ესე ვთქვათ. კი, თავის არ შეცვლა რეალურად. ადრე იყო ეგეთი სახელი ერქვა, სარაფნის რადიოს ეძახდნენ. ანუ სარაფნის რადიო იყო, გოგოები რო დადიოდნენ, უყვებოდნენ ერთმანეთს რაღაცა ამბავს ნებისმიერს. ეხლა ამის ინტენსივობა არის მომატებული, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არის, ასე ვთქვათ, რადიო დაფარვა გაიზარდა სოციალური ქსელებით, ამიტომ რა თქმა უნდა, კი, ძალიან ხშირი არის შთაგონების წყაროები, საკმაოდ ხშირად ეგ არის ხოლმე, რა თქმა უნდა. კარგი, წეგან ახსენეთ, ანუ ფორმებიც, აი ადამიანის, როდესაც მოდის თქვენთან და სურს მკერდის გადიდება. ანუ აი ზომას, ფორმას, რის მიხედვით არჩევთ და რამდენად ხშირად არ გიჯერებენ. მარტივად რა ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცი რომ არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, ყოველ შემთხვევაში აი ჩემს გარშემო წრეში. იცით როგორ რაღაც არის აქ ორი მომენტი მუშაობს. ერთი არის რა არის სურვილი და მეორე არის ფიზიკურად შესაძლებელი ქირურგიული თვალსაზრისით. იმიტომ რომ ვართ რაღაცეები შეზღუდულები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ოპერაციის დაგეგმვის დროს, ხო? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გემოვნების თემა არის, ვიკამათებთ მე დიდხანს, მაგრამ ანუ ჩვენთან ძირითადად ტენდენციები როგორი არის ხოლმე, იცი, აი რაღაც ტალღებივით არის, ალბათ რომელი ვთქვათ რომელი ფოტო უფრო მეტ მოთხოვნებას დაიმსახურებს იმაზე რომელი უფრო გავარდა რომელი უფრო გავარდა რომელიც უფრო გავარდება ისეთები არის ხოლმე რა თქმა უნდა არის ხოლმე რომ ის რაღაცას ითხოვენ რაც შეუძლებელია უბრალოდ ფიზიკურად არის ხოლმე რომ პირიქით აი მორიდებულია რომ იცი რა მკერდი მინდა მაგრამ არ მინდა რომ დამეტყოს ხო აი ეს ცოტა ის არის ხოლმე ხო რაღაცა თუ გინდა რომ რაღაც შეიცვალა არ უნდა დამეთქოს ხო ანუ არ უნდა გაიგეთო ოპერაცია ესე ოპერაცია რომ მოინიშნა რომ ისტორიაში გაქვს გაკეთე ოპერაცია გავიკეთე ხო როგორც ეს გვიჯერებენ ხოლმე იმიტომ რომ ხან ვთქვათ უხსნით ვაჩვენებთ შესაძლებლობას ვეუბნებით რა როგორ არის რა აქედან გამომდინარე რომ გითხრათ რომ ხშირად არ გვიჯერებენ მოგატყუებ თუმცა უფრო გაგიგვირდება და სად არ გვიჯერებენ ხოლმე ზომის სიდიდისკენ უფრო ეშინიათ ხოლმე პირიქით არა უფრო პატარა ჯობია რომ აი ცოტა მეტი მოცულობის ჩავდო ჩემ შემთხვევაში
დაფიქრდებიან ხოლმე და მე როგორც წესი თანხმდებიან, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ეუბნები რომ მოდი აი ცოტა მეტი ჩავდოთ, იმიტომ რომ არის სამი შესაძლებლობა, ხო, შიში აქვს, აი თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა რომ ძალიან დამეტყოს. იმიტომ რომ ალბათ რა ვიცი კი ვარ თავისუფალი ხალხი, მაგრამ რაღაც აზრებს ალბათ ვითვალისწინებთ ჯერ კიდევ, მაგრამ ეს ფორმა და ზომა რაღაც თქვენი შეხედულებით არის თუ აი რაღაც არის ვთქვათ აი გაწერილი ასე ვთქვათ რა არის რასაც მიყვებით ყველა ორივე არის ვთქვათ გაწერილი ვთქვათ ის რაც ვთქვათ ანატომიური მოცემულობიდან შეგვიძლია გავზომოთ და ვთქვათ იმ სტანდარტებში უნდა მოექცეს და არის რაღაცა ვარირების საშუალება ანუ რაღაცა ფარგლები რა ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ სხვადასხვა ფორმის იქნება თუ მოცულობის თუ სიმაღლის იმპლანტები გამოვიყენოთ ხოლმე კარგით, აი იმპლანტებს რო შევეხოთ, მრგვალი და ანატომიური იმპლანტები არის და აი რა განსხვავება, ანუ აი ფორმის ნაწილია ძირითადად ხო? ანუ ანატომიური ფორმა, ასე ვთქვათ, სუფთა ზედაპირზე იმეორებს ანატომიურ ზედაპირს, ხო? მრგვალი თავის, ანუ მრგვალი ჩვენთან არასწორად გონიათ ხოლმე მრგვალი იმპლანტსაც შეიძლება ანატომიურად უნებრივი ფორმის მიღება, ოღონდ კონკრეტული საწყისი ანატომია უნდა ქონდეს, საწყისი აღნაგობა უნდა ქონდეს. თუმცა იგივე მრგვალი იმპლანტით შეიძლება უფრო ვთქვათ, აქეთ ამ მიმართულებით ვითარდება ხოლმე, როდესაც მაღალი ზედასისავსე უნდა ადამიანს, ასე ვთქვათ, აი, როცა მუდმივად პუშაპზე ყოფი, კერდი რო წარმოედგინოთ, დაახლოებით ეგეთისკენ უფრო მიდრეკილია მრგვალი. გასაგებია. რამდენ ხანში უბრუნდება პაციენტი ყოველდღიურ ცხოვრებას? გააჩნიათ და ყოველ ყოველდღიურობაში. ანუ აი ხო რა ავიღოთ, აი ჯანსაღი ცხოვრების წესით რო ცხოვრობდეს, პირობითად. ახლა უშევ ხოლმე რომ 3 თვიდან დაიწყოს ფიზიკური აქტივობები, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე არის რაღაც გასათვალისწინებელი მომენტები, რა შეიძლება თქვა თუ არ გაითვალისწინა რაღაც კონკრეტული შეზღუდვები, შეიძლება მე გართულების სახით გამოვლინდეს შემდგომში. ანუ 3 თვეში კი არა, შეგვიძლია დაიწყოს ვარჯიში ხო, ანუ ეს სიგულისმე ჯანმრთელ ცხოვრებაში შეუძლია დაიწყოს ესე იგი. ძალიან კარგი. საჭირო თუ არა იმპლანტის შეცვლა წლების შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური კითხვაა ესეც. ბევრი ვიცი რომ იმიტომ არ იკეთებს და პირობითად თავს იკავებს, რომ 10 წელიწადში შესაძლებელია მაინც. იცი როგორ არის თუ არ აქვს რაიმე გართულება ან ესთეტიკური ცვლილება არ უნდა რომ განახორციელოს, შეუძლია არ შეიცვალოს. შეიძლება რომ არ შეიცვალო. თუმცა ხა 10 წელიწადში 10 წელი როგორ რაღაც არის და ჩვენ შეფასებები როცა ახome როცა არიან თქვა ახალგაზრდობელი ჩარევები ამ თქვა იგივე სხეულის დაჭიმვა იმპლანტი იქნება თუ ასე შემდეგ 10 წელი არის საშუალო პერიოდი რა საეტაპო პერიოდი არის ასე თქვა როცა ორგანიზმი რაღაც მეტნაკლებ მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის და არა ის რომ თქვა ვადა გაუვიდა იმპლანტს გასაგებია ან თუ არ აქვს რამე თუ არ არის სახის გართულება ან თქვა ესეთიკურ შეხედულებების გამო არ არის აუცილებელი არ არის ან რაღაც რეკომენდაციის სახით შესაძლოა გასცეთ თქვენ პირობითად ხო ოპერაციის შემდეგ რო 10 წელიწადში თუ მასაც არ არის ეგეთ რეკომენდაციას იმიტომ რომ ნახეთ რა შესაქმე ზოგადად ჩვენთან კარგი ახლა უკეთესობა არის ამ მიმართულებით რომ გეგმიურ მამოლოგიურ კვლევებზე დაიწყეს პაციენტებმა სიარული უფრო მეტად ვიდრე ადრე დადიოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო თქვა ესთეტიკური მხრიდან, არამედ ჯანმრთელობის მხრიდან, ხო? იგივე თქვა დროული დიაგნოსტირება რაიმე სხვა პათოლოგიების, პრაქტიკულად თანამედროვე პირობებში 100%-იანი გამორჯამთელებამდე შეიძლება მიხვიდეთ თუ დროზე აღმოაჩინე რაიმე პრობლემა და აკონტროლებ. იმის გამო რომ იმპლანტი გაქვს რაიმე განსაკუთრებული ექსტრა კვლევები არ არის საჭირო რომ მათ შორის იმპლანტის მდგომარეობაც და ჯირკვლის მდგომარეობაც გააკონტროლო. ამას თუ იცავს პაციენტის თანხლები დანარჩენი პათოლოგიები შეიძლება დროზე იპოვო, იმიტომ რომ აი შეიძლება თქვა ნებისმიერი გართულება, თქვა სხვადასხვა სახის გართულებებია, შეიძლება ორ კვირაშიც გამოვლინდეს ოპერაციიდან, შეიძლება 10 წლის მერეც. ანუ რაღაც ესეთი კონკრეტული კალენდარული პერიოდის განსაზღვრა შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველა ორგანიზმი, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად პასუხობს, გინდა ჩარევა იქნება, სტრესი იქნება, ანუ როგორც ხასიათები აქვს ადამიანის სხვადასხვა დაახლოებით ეგეთი განსხვავებული რესპონსი. მიდგომები უცხო სხეულის მიმართ, არ მარტო უცხო სხეულის, ნებისმიერი თქვა ჩარევის მიმართ. αλλά ესეთი უნიფიცირება უბრალოდ შეუძლებელი არის. არასწორი წარმოდგენა აქვს ის რომ თქვა მეცნიერი ზუსტი მეცნიერება, ასე თქვა კლასიკური გაგებით, ორჯერ შეიძლება რაღაც შემთხვევებში იყოს 4, რაღაც შემთხვევებში შეიძლება 5-ს გამოვიდეს. ეს ვიცით, კარგი. ზუსტად იკვებაზე რას გვეტყვით იმპლანტის. როდესაც ჯირკვლის ქვეშ თავსდება, უმეტესად ყოველთვის ჯირკვლის ქვეშ თავსდება, ფაქტიურად შეიძლება ან ჯირკვლის ქვეშ იყოს მოთავსება, ან კუნთის ქვეშ ლაქტაციას არ უშლის ხელს. შეუძლია კვებოს. კი.
ანუ იმპლანტზე როგორც თქვით, შესაძლოა ერთი ოპერაციით მთელი ცხოვრება ატაროს ადამიანმა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აშკარად ხარისხს, ხო? როგორც ვიცი, პოლიტეხის იმპლანტებს იყენებთ და ვთქვათ, რითი გამოარჩევთ ამ იმპლანტებს, სხვა იმპლანტებს? პოლიტეხის იმპლანტებს საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ და თავალითაც გამოარჩევ არის საიმედოობა, სანდოობა. გვაქვს წარმოდგენილი. კი ბატონო. აი, ზეწეღან რას ვახსენებთ ანატომიური და მრგვალი ფორმის იმპლანტები. სანდოობა, რამ დროში გამოცდილი სანდოობა შემიძლია ძირითადად დანიშნულება ეგ არის, რომ სანდო იყოს ისეთი პროდუქტი, რაც ორგანიზმში თავსდება. პირველ რიგში თქვენთვის რა თქმა უნდა, ხო? სანამ ოპერაციას დაიწყებთ და სანამ პაციენტის ორგანიზმში მოხდება, ასე ვთქვათ, სანდოობას უცხადებთ. როგორც უკვე ვისაუბრეთ, შესაძლოა პაციენტმა ეს იმპლანტი ატაროს მთელი ცხოვრება. დიახ. და თუ არანაირი გართულება არ იქნება ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს, როგორც ჩანს. და როგორც ვიცი, პოლიტეხის იმპლანტებს იყენებთ და რითი გამოარჩევდით მაგალითად? რა თქმა უნდა, როდესაც ქირურგიაზე, მედიცინაზე და ჯანმრთელობაზე არის საუბარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს და სანდოობას. მე საკმაოდ დიდი ხანია უკვე პოლიტეხის ამ გერმანულ ბრენდს უწევ რეკომენდაციასაც და პაციენტებიც კმაყოფილები არიან, ასე რომ კი რა თქმა უნდა. თავარი მოთხოვნა, როდესაც გაქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან შეხება, არის ხარისხი და სანდოობა. და ნუ რაც თავარია პირველ რიგში თქვენ უნდა ენდობოდეთ, ხო? იმიტომ რომ ამ ოპერაციას პოლიტეხის იმპლანტის სახელი არ ექნება, თქვენი გაკეთებულია და შესაბამისად ხო, პასუხისმგებლობაც უხეშად რო ვთქვათ, თქვენზე გადმოდის. შესაბამისად, ამიტომ არჩევთ პოლიტეხს. კი, დროში გამოცდილი ხარისხიანი ბრენდი არის. კარგით, იცით რა მაინტერესებს, ანუ იმპლანტი, როგორც ვიცით, არის სხვადასხვა დაფარვით. და როგორ ხდება ამის შერჩევა, ვთქვათ, პაციენტზე ინდივიდუალურად, რა მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ შეარჩიოთ და ან ასეთი განათავსოთ. დაფარვას რაც შეეხება, ბევრნაირი დაფარვა არის გლუვი, უხეშ ზედაპირიანი, მიკროტექსტურირებული იმპლანტები, მათ შორის კიდევ ვარიაციები არის, ვთქვათ, პოლიურეთანით დაფარული იმპლანტები. ნაირ-ნაირი ტექსტურის არის, ასე ვთქვათ, მაგრამ ძირითადად ეს უხეშად რო დავყოთ არის გლუვი, უხეში და მიკრო ტექსტურიანი იმპლანტები. სხვა შორის ვარირებს ქვეყნიდან ქვეყანაზე, სხვადასხვანაირად არის ქვეყნები, სადაც ძირითადად გლუვზე დაპირიანებს იყენებენ, არის ვთქვათ ქვეყნები, სადაც ძირითადად მიკრო ტექსტურირებულ იმპლანტებს იყენებენ, შედარებით ნაკლებად გამოიყენება უხეშ ზედაპირიანი, ამას თქვა თავისი კლინიკური ჩვენებებიც აქვს, მათ შორის გართულებების სტატისტიკა სხვადასხვა ტიპის. და ბევრი რამე განაპირობებს თქვა სიმპათიას ქირურგის მხრიდან, რომელიც დაიმსახურებს. მარტივად რო შევადაროთ, არის კონკრეტული გართულებები, რომლებიც არის უფრო ხშირი გლუვ ზედაპირიანზე, არის გართულებები, რომლებიც უფრო ხშირი არის მიკროტექსტურირებულზე ან უხეშ ზედაპირიანზე. რომელი გართულება უფრო ხშირი არის, ვთქვათ, კონკრეტული ჯგუფისთვის ქირურგებში, რომ გართულებები შეიძლება რომ დააჯგუფო არის რაღაც აქვს დავლენა, ვთქვათ, როგორ კეთდება, რანაირად კეთდება. აქედან გამომდინარე არიან ქირურგები, რომლებიც უპირატესობას ერთ ტიპს ანიჭებენ, არიან ქირურგები, რომლებიც მეორე ტიპს ანიჭებენ და აქ არ არის, ვთქვათ, სწორი და არასწორი მიდგომა. ანუ ამას პაციენტი ირჩევს? არა, რეკომენდაციას იცით როგორი რაღაცა არის პაციენტი არ მგონია რომ ბოდიშ ამაზეც ინფორმაცია გქონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ფორმებს ვით ვაკეთებთ განსხვავებას და ანუ ბრენდით და დანარჩენი უკვე აღარ. თავარი არის რომ პაციენტს მიაწოდო ინფორმაცია და არ გქონდეს ვთქვათ ზეგავლენა მის არჩევანზე. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ რაღაც კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, თუ თქვა რამე ანატომიური თავისებურებები აქვს თქვა პაციენტს, თორე თავარი პრინციპი რაც არის, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს არის, რომ პაციენტს კონდეს ინფორმაცია სრულად, მათ შორის გართულებებზე, უპირატესობებზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რას რომელი ურჩევნია მას, თქვა აი როგორ გითხრათ, თუ თქვა გლუვ ზედაპირიან იმპლანტებს აქვს რაღაც გართულება მეტი, მაგრამ უხეშ ზედაპირიანებს რაღაცა ამას მეტი უნდა აწონდაწონოს რომელი გართულების პერსპექტივა ასე ვთქვათ უფრო ნაკლებად აშინებს და რა თქმა უნდა არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ჩვენს ურჩევთ კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, მაგალითად როდესაც კეთდება მკერდის რეკონსტრუქცია. აღდგენის დროს თუ ვთქვათ იმპლანტის გამოყენებით ვაკეთებთ, იქ არის კონკრეტული შეზღუდვები და ასე ვთქვათ უპირატესობები ენიჭება გარკვეული ტიპის იმპლანტებს. ანუ თავარი ინფორმაცია კონდეს პაციენტს სწორი, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას და სრული.
გართულებები ახსენეთ და რა სახის გართულებებზე შეიძლება იყოს საუბარი ამ შემთხვევაში? ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას ახლავს რა თქმა უნდა თავისი გართულებები. ზოგადი გართულება რაც არის ნებისმიერ ქირურგიული ჩარევისთვის დამახასიათებელი, ეს არის საერთო, ეს არის სისხლდენა და დაინფიცირება. კარგია რომ თანამედროვე პირობებში ძალიან იშვიათია ესეთი რაღაცები, მაგრამ მაინც. უშუალოდ საინტერესო რაც არის ამ შემთხვევაში ეს არის იმპლანტთან დაკავშირებული გართულებები. ერთ-ერთი ვთქვათ, ესეთი გავრცელებული გართულება ეს არის კაფსულარული კონტრაქტურა. ანუ ეს რაც ნიშნავს ეხლა რომ ავხსნათ. ნიშნავს? რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეს უცხოსხეული იმპლანტი თავსდება ქსოვილოვან ჯიბეში, მის გარშემო იწყებს შემაერთებელი ქსოვილი გარსი ჩამოყალიბებას, ეს არის კაფსულა, გარსი. იგივე ნაწიბუროვანი ქსოვილის მსგავსი, ასე ვთქვათ. თვითონ ამ გარსის განვითარება ეს თავისთავად გართულება არ არის, ეს უნდა მოხდეს, აქ ფიქსირდება ეს იმპლანტი ამ ჯიბეში. უბრალოდ ხანდახან ხდება ისე, რომ ეს გარსი იწყებს უკონტროლოდ გასქელებას. თუ ვთქვათ, გაცდა 2 მმ საშუალოდ ამ გარსის სისქე, ითვლება, რომ ეს არის კაფსულარული კონტრაქტურა. თუმცა მხოლოდ ის, რომ ეს გარსი გახდა სქელი, არ ნიშნავს, რომ რაიმე ჩარევა ან გურნალობა არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევებში, თუ ეს მდგომარეობა არ გამოიხატა კლინიკურად. რაც ვლინდება იმაში, რომ ეს კაფსულა იწყებს იმპლანტის შეჭმუხნას, დეფორმირებას. აქ უკვე სხვადასხვა ხარისხით შეიძლება ეს გამოვლინდეს, შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო, ძლიერი გამოხატულება. ამ შემთხვევაში მკურნალობიც სხვადასხვანაირად განისაზღვრება, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ გარსის გაკვეთა, ან კაფსულის ამოღება, თავიდან იმპლანტის ჩადება, ეს უკვე დამოკიდებულია რა ტიპის და რა სიმძიმით არის ეს სათუის გართულება გამოხატული. შემდეგ ისეთი აქტუალური გართულება ეს არის სერომას ვეძახით, ეს არის სითხის დაგროვება. ქსოვილოვანი სითხის ლიმფის ეგრეთ წოდებულის დაგროვება ამ ჯიბესა და იმპლანტის გარს შორის. ეს გართულება შეიძლება ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში განვითარდეს და შეიძლება წლების მერეც, მაგალითად 10 წლის შემდეგაც შეიძლება მოხდეს. გროვდება სითხე ამ გარსსა და ამ კაფსულასა და იმპლანტ შორის. შეიძლება მისი მკურნალობა ვთქვათ მედიკამენტურადაც, თუმცა თუ ჭარბი რაოდენობით სითხე შეიძლება ერთხელ ან რამდენჯერმე ჩხლეტას და დაცლას დასჭირდეს ამ სითხის ჯიბიდან. ეს კიდევ უფრო იშვიათი გართულებები არის, რა თქმა უნდა. ეს გართულებები, ანუ იმპლანტის ხარისხზე არის დამოკიდებული თუ ადამიანზე, ინდივიდზე და ჯანმრთელობაზე და მის აღქმაზე უცხოს სხეულის მიმართ? შეგვიძლია ეგრეთ ვთქვათ, რომ ვთქვათ სხეულის პასუხი როგორ არის უცხოს სხეული მაგაზეც იყოს დამოკიდებული. ქონია მაგალითად ჩემს ცხოვრებაც ეს სერომა განვითარდა, მას შემდეგ რაც კვეთრად დაიწყო ფიზიკური დატვირთვა პაციენტმა რაღაც შეზღუდვის პერიოდში და განვითარდა ამის ფონზე. ანუ ყველაფერმა ერთად შეიძლება იმუშაოს, ეს შეიძლება იყოს ვთქვათ რეკომენდირებული რეჟიმის დარღვევა, ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ვთქვათ ორგანიზმის პასუხი, როგორც ეძახიან ხოლმე. ანუ ბევრი რამე შეიძლება ერთად იყოს, შეიძლება საერთოდაც არც არანაირი რეჟიმი არ დაარღვიოს ადამიანმა. ზედმიწევნით შეასრულოს ყველა რეკომენდაცია რაღაც განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის გარეშეც, მაგრამ მაინც განვითარდეს ეს. გასაგებია. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის ესეთი ხშირი. ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგეთ თქვენგან და მინდა გთხოვოთ რჩევა, რას ურჩევდით იმ ადამიანს, იმ გოგონას, ვისაც აზრად აქვს, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი პლასტიკური ოპერაციის ჩატარება, კერძოდ მკერდის გადიდება. პირველ რიგში რჩევის სახით მივცემდი, რომ თავის გადაწყვეტილებაში იყოს უნდა აბსოლუტურად დარწმუნებული. იმიტომ რომ ესთეტიკური ჩარევები ეს არ არის, იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს არ არის ჯანმრთელობის ჩვენებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული ჩარევები, ამიტომ პირველ რიგში თავად უნდა იყოს გამართული გადაწყვეტილებაში, რომ ნამდვილად უნდა. და იცის რაზე მიდის, სანამ მივა ქირურგთან შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, იმიტომ რომ თანამედროვე პირობებში ძალიან კარგი არის, რომ წტომა ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციების ულევნაკაჩი შეიძლება რაღაც ბევრ არარეალურს და აბსურდულსაც წააწყდეს, თუმცა თუ ვთქვათ სწორად გამოიყენეთ გაფილტრის შესაძლებლობა, ეგეც არის შესაძლებელი, რომ სანდოობის ხარისხი ნახო ინფორმაციის. ეს ძალიან კარგი არის, რომ პაციენტი თვითონ ნახულობს სავარაუდო მომავალი პროცედურის შესახებ ინფორმაციას. და მე ამ სწორად გამართული გადაწყვეტილების მივიდეს უკვე ექიმთან, ვთქვათ, და რაშიც ვთქვათ ჩვენც ვეხმარებით, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, არ მოვახდინოთ ასე ვთქვათ ზეწოლა პაციენტის გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ ეს იყოს მისი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ასე ჩარევებს აკეთებს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რომ საკუთარ სხეულში იყოს ჰარმონიულად. და ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სწორად უნდა მიიღოს თვითონ, ყოველგვარი ზედმეტი გარე დაძალების და ბიძგის გარეშე.
ანუ ესე რომ შევაჯამოთ, რეალურად მოიძიონ ინფორმაცია კი, ძალიან კარგი ეგრეა. და ეს ინფორმაცია დაეხმარებათ მათ, რომ მიიღონ სწორი რა გადაწყვეტილება. თქმა უნდა, იმიტომ რომ არის ხოლმე ნებისმიერი არჩევანის პაციენტი შემთხვევაში. მოდის რა ძალიან ჩქარა მინდა ოპერაციის გაკეთება, რომ უყვები ამ ყველაფერს, იცი რა. ხო, მაგრამ აი რა ზომა მექნება თუ და შემდეგ სულ ეუბნები ხოლმე რომ აი ნიშნავენ რამეს აკეთებ და კაბის ყიდვაზე მეტი დრო უნდა დაუთმო რა. აი ხო, ეგრე მალე ხო არის ყიდი ფეხსაც. ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერია, ხო? ხო, კი. იმიტომ კი არა რომ გადავაფიქრებ და უბრალოდ მინდა რომ ეს თვითონ გააზრებული კონდეს, ზუსტად იცოდეს რაზე მიდის. მერყეობენ ხოლმე? ბატონო? მერყეობენ ხოლმე? კი, მერყეობენ ხოლმე. როცა ანუ ვატყობ თქვენამდე რომ მოდიან, აი მაშინაც მერყეობენ თუ აი პირობითად კონსულტაციაზე მოდიან გასაცნობად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიმართ ნდობა გაგიჩნდეს. ეს ხშირად რო გითხრა ესე და გადაუწყვეტელი არა, პირიქით როგორც წესი თავიდან უკვე გამზადებული. მე ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა შევარყევ პარკინგთან ერთი, მაგრამ არ მერყეობენ გამართულებით. პირდაპირ საოპერაციოში ხდებით ხო? პირდაპირ აი საკმაოდ დიდ რაოდენობას თანახმარო საერთაფერი მოისმინოს წავიდეს ოღონდ შედეგი მიიღოს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგო და მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა. მე კი მინდა ყველა გოგოს ვუსურვო საკუთარ სხეულში ჰარმონია.